რას ამბობ აზიზ? ნუ მეკითხები ჩემო მელიქ. დეფნემ დღეს ამოწურა. სიმართლეა? ებრიმ როგორ გააკეთა ეს? მე საიდან უნდა ვიცოდე ჩემო სულთანო? ადამიანები ცდებიან. ძალიან მეწყინა. ეს ყველაფერი იმ ნაძირალა ჰალილის გამოა. რაც მოხდა. ნუ ნერვიულობ. აზიზ, შეგიძლია ებრუს მისამართი იპოვო? ვიპოვე. წავალ დაველაპარაკები. ვინიც ის იქნებ დამიჯეროს. კარგი. წადი დაელაპარაკე, მაგრამ არ ვიცი. ცოტა ჯიუტია. არა უშავს. ჩემი სინდისი არ მაძლევს იმის უფლებას, რომ მარტო დავტოვო. მეთევზე. რა იყო ძალიან დაკავებული იყავი? შენი ცოლი ახლახანს დაბრუნდა საავადმყოფოდან, შენ კი არ ჩანხარ. აგარიში შენ უნდა ჩაგაბარო, ნუ ერევ იმ საქმეებში, რომელიც არ გეხება. რას ნიშნავს არ მეხება? ირმაღზე პასუხისგებელი ვარ. სანამ მე ვარ შენთვის სიტყვა არ მოუციათ. ახლა ბევრს ნუ ლაპარაკობ. მისმინა ჩემს დას ვერ აწყენინებ. აგ მხოლოდ ერთი ადამიანი აწუხებს ხალხს და ეს შენ ხარ. ახლა თავს ისენ უგვაჩვენებ, თითქოს ვიღაცას იცავდე. ამ სიტყვებს შეხედეთ. ნახოთ, ასეთ ვილაპარაკებ, როცა ირმაკი გაიგებს, რომ ისი დედის მკვლელი შენი ძმა არის. ნახოთ, ვინვის აწყენინებს. ესეც განსხვავება ჩვენს შორის. სანამ შენ სიმართლეს მალავ, მე პირველივე შესაძლებლობისას ვამბობ მას. ლიტერატურას ნუ ატარებ, პირდაპირ თქვი. ირმაკმა ყველაფერი იცის. ყველაფერი მოუყევი. იცის, რომ ის ჩემი ძმა არის. თვით დაჯერებისთვის წამლებს იღებენ თუ რა? ვერ გავიგე, დილით აზიზი, საღამოს ეს. რამდენი ხანია ქენანი არ ჩანს? ირმაკი გამოწერეს დღეს საავადმყოფოდან, დაკონეედან უკვე დაბრუნდა. ბოლოს რომ ველაპარაკეთ, ცდილობდა მიესწრო მასთან. საუკეთესო მოხდეს. დღეს ბატონი ვურალი ცდილობდა ჩემს კბენას. მამა, ნუ დაუკავშირდები მას. ისე მოიქეცი, თითქოს არ არსებობს. არ გინდა აზიზ. რაღაც ძალიან გეშინიათ იმ კაცის. ვერაფერს ვერ იზამს. მეც არ დავიზარე. პასუხი მიიღო და ადგილზე დაჯდა. ოჩახ ძმაო აზიზ. როგორ? რა გააკეთა მამა? შვილო, არაფერი არ გამიკეთებია. მაგიდას რომ ურტყა აზრი არა აქვს, არ ინერვიულა. მამა შენმა კარგად იცის როგორ უნდა ელაპარაკოს ასეთებს. აზიზ, რა გააკეთე? უგეშინია, არაფერი არ გამიკეთებია. პასუხი მიიღო. გამიგო და ადგილზევე დაჯდა. ვერ ვიჯერებ მამა, როგორ გაუმკლავდი? შვილო, ავადმყოფს რომ ხედავს, თავის ხელკეთს მალავს. ძმაო აზიზ, კიდევ ეს არის. მხოლოდ ურწმუნოს შეუძლია მუნჯს გაუმკლავდეს. ამის გამოყენებაც შეიძლება, შვილო. არ გეწყენოს საავადმყოფოში მოსვლა ვერ მოვასწარე. თვითმფრინავი დროზე გაფრინდა კონიადან, მაგრამ იქ მოხვდი საცობში. კარგი. მე რა რომ ვერ მოვასწარე. ახლა ჩემს გვერდით ხარ. ნუ აზვიადებ. კენან. შენგან შორს ყოფნა არ მინდა. ის დრო მინდა ავინაზღაუროთ, რომელიც დავკარგეთ. გთხოვ, აქ დარჩი, ჩემთან ერთად. მისმინე ჩემო ცხოვრება. არ მინდა რომ მოიწყინო, დამიჯერე, მაგრამ ნუ ითხოვ ჩემგან, რომ ვურალთან ერთად ერთ სახლში ვიცხოვრო. ვიცი. ჩემი ძმა რთული ადამიანია. შენი ძმა მხოლოდ რთული ადამიანი არ არის, მეტის არის. სხვა დონეზე აქვს. შეუძლია შეურაცხყოფა მიაყენოს ყველას, ვინც გარშემოა და მითკბება. სხვა ტიპის ადამიანია. ძალიან მაქცევს ყურადღებას ჩემი ავადმყოფობის გამო. ზედმეტადაც კი. ირმაკ, პირდები, მალე მოვაგვარებ სახლის საკითხს, კარგი? მერე ჩვენ სახლში გადავალთ და მოვეწყობით. არ ინერვიულო, ცოტას მოითმინე. მადლობა. სერიალს არ მოგიდგენთ აჯარებეთკომი.
გახმოვანებულია ჭარანეთკომის მიერ. დილა მშვიდობისა. დეფნე. ისმინე. გუშინ რაც ვთქვი სერიოზულად იყო. აზრი არ აქვს ამ საქმის გაწელვას. ანუ ერთმანეთს ვერ ვუგებთ. იმას ვამბობ, რომ მალე უნდა გამქორწინდეთ. აზრი არ აქვს ერთმანეთის ტანჯვას. ახლა რა უნდა გავაკეთო? ბარგი ჩავალაგო და წავიდე აქედან. თქვენს ოჯახს ხომ უყვარს ბრძანებების გაცემა. ამიტომაც გეუბნები. არა, არ ვამბობ, რომ ახლა უნდა წახვიდე. უბრალოდ პირდაპირ გეუბნები, რომ ჩვენი ქორწინება მეტხანს არ გაგრძელდება. მაშინ მეც პირდაპირ გეუბნები, საყვარელო ქმარო. ასე ადვილად ვერ მომიშორებ. ვილას ებრუს არ დავუტოვებ. გარდა ამისა, განქორწინება არ იქნება მარტივი და სწრაფი, როგორც შენ ფიქრობდი. პასუხს აგებ. მელეკ, გამგებიანი იყავი, კარგი. ახალგაზრდა, შეცდომა დაუშვა, ძალიან ნუეჩხუბები. აზიზ, არ ინერვიულო, კარგად ვიცი, რაც უნდა უთხრა. არა, მაინც არ მესმის იმ ყველაფრის მერე რაც მოხდა, ებრუსთან რატომ მიდიხარ? შვილო, ებრუ მე გავზარდე, რა ვქნა? თვითნებობაზე დავტოვო? იმ გოგოს არავინ უვლის, ჭკუ არ მომასწავლოს. არა, დედა, ძალიან კეთილშობილი ხარ. არა უშავს, წავალ და დაველაპარაკები. არ იფიქროს, რომ მარტოა. საცხოვრობს. პატარა სახლი იქირავა. კაფესი წაგიყვანს. სინონის მძღოლისგან გაიგო როგორღაც მისამართი. კარგი. წავედი, შეხვედრამდე. დედა, კიდევ გეუბნები. თხილად იყავი, გთხოვ. შვილო, არ ინერვიულო, მშვიდად იყავი, კარგი? წავედი, შეხვედრამდე. ახლა კი, შვილის ხელებიდან ყავა უნდა დავლიო.ახლავე მოგიდუღებ. მიდი. ისმენთ. გამარჯობა. მადლობა, კარგად თქვენ? რა? როგორ? ვერ გავიგე. დილა მშვიდობისა, სიყვარულო. საუზმეზე გელოდები. არ დააგვიანო, გთხოვ. შეხედე. სახლში ვარ, მაგრამ მაინც ისე მეკცევიან, როგორც ავადმყოფს. ცოტაც მოითმინე ლამაზო. რამდენი მოვითმინო, დავიღალე. ცოტა ხანი მოითმინე. ძალიან ძლიერი ქალი ხარ. არ შეიძლება ეგრევე დაღლა და დანებება. დილა მშვიდობისა, პრინცესა. კარგად გეძინა? დილა მშვიდობისა. გეფიცები. ძალიან მენატრებოდა ჩემი საწოლი. გამიხარდა შენი ნახვა კენან. მეც გამიხარდა. მიდი გააგრძელე. დილა მშვიდობისა, ძვირფასო. გემრიელად მიირთვი. სინან უნდა გავიდეთ, საქმეები გვაქვს. რა საქმე? სასტრაფოდ მეთქი. მიდი, მოგვიჩე.
შენ საიდან გამოჩნდი? გამარჯობა. შეიძლება შემოვიდე. რა გინდა აქ მითხარი? დაგელაპარაკები და წავალ. ბევრ დროს არ წაგართმევ. კარგი ბინა გაქვს. წარმატებები. კარგია. ხო, საქმე შევუდგეთ. აქ შენს გამო მოვედი. ჩემს გამო? რა მიზეზით? ებრო, ჩემამდე რაღაცა ჭორები მოვიდა. ჩემ შვილად ითვლები. ჩემი ვალი არ რჩება მოგცე. თუ გინდა დამიჯერე, თუ გინდა არა, ეს უკვე შენი საქმეა. ხო, გისმენ მითხარი. შვილო, ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ. შენმა დღევანდელმა შეცდომამ შეიძლება ხვალხელი შეგიშალოს. ნუ დაუშვებ, რომ შენზე ილაპარაკონ, ცოლიან კაცს რომ ხვდები. მაპატიე. მაგრამ ჩემგან დიდად არ განსხვავდები. მდიდარი აზიზის სახლში არ ცხოვრობ ქორწინების გარეშე. გარდა ამისა, ყველა შესაძლებლობას იყენებ. ახლა ვერ გავიგე მე რატომ მასწავლი. ეს ერთი და იგივე არ არის შვილო. გეყოფა. აზიზ ფული რომ არ მიეცა მამა ჩემისთვის განქორწინებისთვის, არ გააგრძელებდი შენი აკრძალული სიყვარულით ცხოვრებას. რა თქვი? არ იცოდი? ესე იგი შენმა დიდმა სიყვარულმა არ გითხრა, რომ ყოფილი ქმრისგან გამოგისყიდა. რადგან ერთმანეთს რჩებებს ვურიგებთ, მაშინ ვფიქრობ, რომ ის უნდა იპოვო, ვინც არ მოგატყუებს. ვერ ხვდები, ეს როგორ უნდა მომხდარიყო. მით უმეტეს როცა ამდენი დრო გავიდა. მეც ვერ გავიგე. ნახოთ რა გამოვა ამისგან. ისმენ. სიყვარულო, სათხარ გელოდები. როგორ ხარ ძმაო? რა ძმაო? გვერდით ვიღაც არის? იცი, ცოტა დამაგვიანდება. სასწრაფო საქმე გამომიჩნდა. სინან, რა მოხდა? შენზე ნერვიულობ. ხო. ნუ მკითხავ მერტ. უბრალოდ ახალი ინფორმაცია გამოჩნდა დედის გარდაცვალების შესახებ. ეს როგორ? ო, ძმაო. ახალი შეტყობინება მოვიდა იმ ამბავთან დაკავშირებით. ვიღაც საიდუმლო მოწმე ამბობს, რომ მკვლელობა ქალმა ჩაიდინა. მოგვიანებით გადმოვრეკავ. მიდი შეხვედრამდე. მინდა რომ ქენანისმა გამოვიდეს ციხიდან, ისე როგორც აზის ტოპრაკი, არა? ეს როგორ? ვინ? ვინ? წეული მციყა. საიდან გამოჩნდა? ახლა მოვაგვარე ყველაფერი. აზიზ, როგორ დამიმალე ეს? ერთადერთი ადამიანი იყავი ჩემთვის, ვინც არ მატყუებდა. ჰალილს მიეცი ის, რაც უნდოდა და მე გამომისყიდი ამით. ეს როგორ გააკეთე? თუ გააკეთე, მე რატომ დამიმალე? მელეკ? მობრძანდი. მობრძანდი. დედა. საინტერესოა რა მოხდა. დღეს ებრუსთან იყო წასული. ვინ იცის როგორ მდგომარეობაში ნახა. ბოლოს და ბოლოს ის გოგო მის ხელში გაიზარდა. უთხარი არ წახვიდე მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა. დაველოდოთ. დარჩეს მარტო ცოტა ხანი, იფიქროს, არ შევაწუხოთ.
მე ხომ არ ავიდე მასთან. არა შვილო. აზარ ჩანს რომ გაბრაზებულია. მამა ებროს ხომ იცნო? პარკს არასდროს არაფერს არ იტყვის. ვინ იცის რა უთხრა დედას და რით აწყენინა? სხვისი უბედურებით ტკბება. კარგი, ჯერ არაფერი არ ქნათ. მერე წნევას გაუზომავ და ივიწყე. დეფნე, ირმაქს ჩაეძინა. მე გავდივარ. თუ რამე სასწრაფო იქნება, შეგიძლია შემატყობინო. რა თქმა უნდა. მადლობა. კენან, იცი რაც ხდება? არა, რა მოხდა? რამე მოხდა? განყოფილებიდან დარეკეს. ვიღაცამ დარეკა და შეტყობინება დატოვა ქალბატონი ჯანანის მკვლელის შესახებ. ამბობს რომ მკვლელი დაინახა. გარწმუნებული ხარ? გეფიცები, სინემ და ვურალი მაშინვე განყოფილებაში წავიდნენ. რამე გითხრეს, ვინ დატოვა შეტყობინება? რა თქმა უნდა, არაფერი არ მეთხრეს. მე ხომ ამ სახლიდან არ ვარ. მოწმე თუ არის, ჩემი ძმა გადარჩება. მადლობა დეფნე. არაფრის. მელეკ. კარგად ხარ? ნერვიულობ. არა, აზიზ. ასე თუ გაწყენინა, მასთან აღარ წახვიდე. ზრდასრული გოგოა. არ უნდა ჩაერიო. ებრუმ კი არ მაწყენინა, არამედ შენ. ვერ გავიგე, მე რა დავაშავე. მომატყუე. ეს ებრუსგან უნდა გამეგო? ვერ გავიგე, რაზე ამბობ? ჰალილს ფული მიეცი? ფული მიეცი იმისთვის, რომ განქორწინებაზე დათანხმებულიყო? შენი მჯეროდა. გენდობოდი. მეგონა რომ შემიძლია დაგეყდნო. ასე უნდა ყოფილიყო ყველაფერი. არ შემატყობინე ისე წახვედი ჰალილს ფული მიეცი და გამომისყიდე. მისმინე მელეკ, ამის ახსნა შემიძლია. მხოლოდ ერთი რაღაც მითხარი. ჰალილს ფული მიეცი თუ არა? კი, მივეცი. ეს პასუხი საკმარისია. მაგრამ ამისთვის მიზეზები მქონდა. ის ტიპი უნდა წასულიყო ჩვენი ცხოვრებიდან. ყველაფერზე ვიყავი წამსვლელი ჩვენი ბედნიერების გამო. შეგეძლო გეთქვა მაინც ჩემთვის. რომ მეთქვა წინააღმდეგი იქნებოდი. მე კი სწრაფად მოვაგვარე საკითხი, ძირიანად. ანუ ამას ძირიანად საქმის მოგვარება ქვია? შენგან ამას არ მოველოდი. იმედები გამიცრუე. მელეკ, ასე ნუ ამბობ. აზიზ, თუ ვილაპარაკებ, უფრო მეტად გაწყენინებ. ხო, მარტო დამტოვე. ვცდილობ ვიფიქრო. ხომ იცი როგორ ძალიან მიყვარხარ. მთელი ცხოვრება გელოდებოდი. ამაზე არ არის საუბარი, აზიზ. თუ ღმერთი გწამს, ამაზე არ არის საუბარი. მიყვარდი და მეყვარები, მაგრამ ამაზე არ არის საუბარი. კარგი. მაშინ აღარ გავაგრძელოთ. რა? კვლელი იყო ეს? ყოველად იმედი ნუ გექნება მეთევზე. ჩემი ძმა უდანაშაულოა, ვიცი, ბუსსაც არ აწყენინებს. ძალიან დიდი ალბათობაა იმისა, რომ სრულ შეტყობინება იყოს. შენ ძმას უთხარი, რომელიც ბუსს არ აწყენინებს. რა? ვიღაცამ დარეკა. დაინახა, რომ ახალგაზრდა გოგო მოკლა. მე? ყველაფერი ასე ადვილია რა? განყოფილებაში ყოველდღე ასეთი 100 სრულ შეტყობინება მოდის. უნდა გაიგონ საიდან დარეკეს. უნდა გაიგონ, მაგრამ სანამ გაიგებენ, შენი ცალტვინა ძმა ციხეში გააგრძელებს ჭალბობას. წამოდი სინან.
მამა, დედა კარგად არის? კი, შვილო, კი. რას ამბობს? ებრუმ უთხრა რაღაცა? არა. რაღაც გაუგებრობა მოხდა. დედიკო, უკეთესად ხარ? შვილო. რაღაც უნდა განვიხილოთ შენთან ერთად. ძმაო აზიზ, 1 საათია უკვე ჩუმად გისმენთ. ლუდინის ზალა აღარ მაქვს, რა ხდება ძმაო? ოღონდ დაშორებაზე არ მითხრათ. ჩვენ რა დაწყვეტილება მივიღეთ? ჩვენ ქორწინდებით. რა? ქორწინდებით. ღმერთო. ძალიან შემაშინეთ. შეგაშინეთ? ძმაო აზიზ, გილოცა. დედიკო, როგორც იქნა? აზიზ. გილოცა. მადლობა მელოშ, მადლობა. აზიზ. თითქოს ხუმრობაა. ჩემი მშობლების ქორწილში მივდივარ. ვინ არის? მეორე ბრუ. სერიალს არ მოგიდგენთ აჯარა.com-ი. ახმოვანებული აჯარა.com-ის მიერ. ებრუ. რა მოხდა? შეგეშინდა? სულ გათეთრდი? თუ ავად ხარ? ავად ხომ არ ხარ? არა. ისე, გამიხარდა შენი ნახვა. მეც საყვარელო. მეც. ისმენ ძმაო. კენან. შვილო, კარგად ხარ? კარგად ვარ ძმაო, მადლობა. შენ როგორ ხარ? მოდი ჩვენთან, ერთად ვივახშმოთ. ძმაო, იახტაზე ვარ, აქ ვრჩები. შიერი არ ვარ, სიმართლე გითხრა. ირმაკთან ერთად ვჭამე. როგორ მენატრებოდა ზღვა? შვილო, შენი ხმა არ მომწონს. თუ გინდა მოვალ შენთან. არა ძმაო, კარგად ვარ, კარგად. კენან. მისმინე, ერთ საკითხზე რაზე დღეს ვილაპარაკეთ, ანუ თუ იმ შეტყობინებაზე ფიქრობ, რომელიც განყოფილებაში მივიდა, გირჩევ არ იფიქრო. ძმაო, თუ სიმართლეა? თუ ვინმე ნახა და გაჩუმება იძულეს, მისმინე. ამ წლამდე მოვედი და ბევრი არანორმალური ვნახე. შესაძლებელია ვიღაცამ დარეკა იმისთვის, რომ სინანი და ურალი ააღელოს, ვინაიდან მათ ამტრობს. გარდა ამისა, შენც და მეც ვიცნობთ ურალს. ხომ იცი, რომ ბევრი მტერი ყავს? ცოტა ვინმეს უყვარს ის. ანუ მეუბნები, რომ ეს საკითხი დავხურო. გეუბნები, რომ არაფრის იმედი არ გქონდეს, სანამ ნამდვილი მოწმე არ გამოჩნდება.
ასეც მოვიქცევი ძმაო. Yani şimdi kesin gelmiyor mu? დარწმუნებული ხარ რომ არ მოხვალ? დარწმუნებული ვარ ძმაო. Ey koçum. კარგი მაშინ. საკუთარ თავთან მარტო დაგტოვებ. Hadi მიდი görüşürüz. შეხვედრამდე. Eyvallah. კარგი, მადლობა. Hanımlar. გალბატონებო, ქორწილისთვის მზადება დააჩქარეთ. მოთმინება აღარ დამრჩა. აზიზ, გთხოვ, ნუ გავაკეთებთ რაღაც დიდს. რამე ვიწრო წრეში გავაკეთოთ, მხოლოდ ჩვენ. კარგი მელე, კარგი, როგორც შენ გინდა. მომისმინეთ, რა მოვიფიქრე? კენანის იახტაზე ხომ არ გავაკეთოთ ქორწილი. ძალიან კარგი აზრია. საჭმელსაც ჩვენ მოვამზადებთ და მისი პირველი მომხმარებლები ვიქნებით. გეფიცები, კარგად მოიფიქრეთ. იქ ქორწილს ჩავატარებთ, კენანის იახტას წარმატებას მოვუტანთ. შესანიშნავია. Hadi bakalım. კარგი, შეხვედრამდე. მიდი. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა. მობრძანდი საყვარელო. მოდი. მე დავიცოდე როგორ მენატრებოდე. რა შეჭამ? კვერცხი თხოვო შენთვის. ცილებია, ცილები. ნევრა გალბატონი ირმაკისთვის კვერცხი გააკეთე. შეიძლება აბჭამო კვერცხი. კარგი, ნუ შეჭამ. ნევრა ჩაიწერს ყველაფერს, რასაც დალევ და შეჭამ, კარგი? ყოველ დღე გაკონტროლებ და ვნახავ, ამიტომ საჭმელი არ გამოტოვა. შეხედე, შენი ძმები შენს გვერდით არიან. ხომ კარგია? ყველაფერი რაც კი ადამიანს გააჩნია, ეს მისი ოჯახია. სხვა ყველაფერი დროებითია. ოჯახი სამუდამოა. ხმრების დროებითია, ძმები სამუდამო. Hayırlı sabahlar. დილამშვიდობის. დილამშვიდობისა სიყვარულო. Bakıyorum ayakta. სასიამოვნოა, ხედავ ამდგარ ხარ. დედა, რომანტიული კაბა იყოს გრძელი. შვილო სისულელეს ნუ ამბობ ჩემს ასაკში რა დროს საქორწილო კაბაა. ასაკს როგორ უკავშირდება ეს? რა თქმა უნდა ჩაიცმევ. ხომ ასია მელოშ? რა თქმა უნდა, ქორწილი საქორწილო კაბის გარეშე იგივეა რაც სახლის ახურავის გარეშე. ვიფიქრე რამე უბრალო კაბას ჩავიცმევ. ხომ, ჩაიცვი. იქიდან კი კლუბის შეხვედრაზე წადი. ღმერთო რა კოსტიუმი. შენ უნდა გვასწავლო სტილი. თითქოს ლამაზად იცმევდე. სხვათა შორის ყველა აღფრთოვანებულია ჩემი გემოვნებით. მე შენს გემოვნებას. შვილო, ნორმალური კაბა ჩაიცვი და მორჩა. არ შეიძლება. საქორწილო კაბაში მინდა დედა რომ ვნახო. ხაზალ, რა საქორწილო კაბა? საბრალო, ნუ აწყენინებ ჩვენ საყვარელ გოგოს. ღმერთო მაპატიე. შეხედე, აქ ძალიან ლამაზი კაბებია. ხაზალ. რა? ძალიან ლამაზებია, შეხედე. შეხედე, ეს ლამაზია. გრძელი იყოს. ხაზალ, გრძელი რად გინდა? Gel Ebru. შემოდი ებრო. Otur. რაჯიკი. ხო, გისმენთ. Bak Ebru. მისმინე ებრო. Şirkette Şense Coğrabı zemotas söylentiler mevida. ayyuka çıktı. Bu senin ეს შენი პირადი ცხოვრებაა და ის მე არ მეხება, მაგრამ ama senin მელექი რომელმაც გაგზარდა ძალიან წუხს ამის bu გამო. söylentilere çok üzüldü. Ayrıca გარდა sana ამისა, davet gelmek როცა ის için შენთან buraya მოვიდა, geldim. ხარდაჭერისთვის. Senin შენ მას ვერ გაუგე, რაღაც სისულელები უთხარი. bir de üstüne ამით oyuncu ძალიან sözler აწყენინე. söylersin. ხომ არ მომიტყუებია? უბრალოდ სიმართლე ვუთხარი, რომელიც ვიცოდი. ის გავაკეთე, რაც თქვენ თავიდანვე უნდა გეკნათ. O zaman şu მაშინ Hazal- მხოლოდ ამას გეტყვი. eğer bir თუ daha კიდევ გააკეთებ რამეს, რაც ჰაზალს, meleğe ან მელექს şeyler გულს ადგენს, yaparsan, karşında მაშინ შენს წინააღმდეგმეც მნახავ. მაშინ მეც გეტყვით, რომ ჩემს საქმეში ვერავინ ვერ ჩაერევა. თავისუფალი ქალი ვარ და რასაც მინდა იმას გავაკეთებ. ეს თქვენ მიეცით მამა ჩემს გრთამი განქორწინებისთვის. ნუ ცდილობთ თქვენი შეცდომები მე დამაბრალოთ. მობრძანდით ქალბატონო.
გამარჯობა. ბევრი დრო არ მაქვს. შეგიძლიათ სწრაფად მომიყვეთ. რა თქმა უნდა. ეს გამომართვით. ახლა დაგიჭირე სინან. ბოლოს მოგიღებ. ახლა მთლიანად მივიღე გადაწყვეტილება. დეფნეს გავშორდები. ნახოთ დეფნე თუ დათანხმდება ასე მარტივად განქორწინებაზე. არ ინერვიულობ ორალ. ქორწინების ხელშეკრულება მაქვს. ანუ როგორც მივხვდი კომპანია არ დაზარალდება. ოჩახ სინან. რაღაც მაინც გააკეთე ჭკვიანურად. განქორწინების მერე რასაპირებ? თავისუფლებით დავტკბები ვურალ. ოჩახ? მოსალოდნელი პასუხი იყო. არავისზე არ იფიქრო. არა, რაზე უნდა ვიფიქრო? ისედაც დიდი ხანია განქორწინება მინდოდა. ამ შეცდომას აღარ დავუშვებ. ეს ცოლთან განქორწინებას ცდილობს. მე კი ვცდილობ ისევ შეურიგდე ცოლს, რომელსაც გავშორდი. წარმატებები. მობრძანდი შვილო, რა ხდება ასეთ დროს? აზალმა დამეძახა და მოვედი დედა. ხო, მე დავურეკე. საქმის დეტალებზე მინდოდა ლაპარაკი. და თქვენს ქორწილსაც დავგეგმავთ. ქორწინება, რომელსაც ველოდებოდით, როგორც იქნა ჩატარდება. რას ამბობ? დედა და მამა ქორწინდებიან. გილოცავ ჩემო დედიკო. როგორც იქნა შეყვარებულები გაერთიანდებიან. მადლობა. მოდი. კარგი, წამოდი. ფურცელს და კალამს მოვიტან. რა ნახე მასში ჰაზალ? სადაც არ უნდა გავიხედო, ყველგან მას ვხედავ. შეხედე, შენი ძვირფასი ქმარი ვისთან ერთად დადის, როცა შენ არ ხარ. ქალბატონო ირმაკ. ქალბატონო ირმაკ. კარგად ხართ? ხო. დარწმუნებული ხართ? ბატონ ქენას შევატყობინებ. საჭირო არ არის. კარგად ვარ. წარმატებები. დილიდან აქ ხარ, ცოლისგან შორს. საბაბად სამსახური ქონდა. როგორ არ გცვენია ჩემ დასრომ ღალატობ, შეუსინდისო. ნუყვირი, ეს რესტორანია. ვურალ სისულელეს ნუ ამბობ, საქმეზე ვსაუბრობ. დავიჯერე.
რა სამსახურია? კენანის იახტაზე ჩვენი საჭმლის მომსახურება იქნება. შენი აზრით ნორმალურია? შეხედეთ. მეთევზე ზღვაში დაბრუნდა. ისედაც ჰოლდინგი მეთევზესათვის სისულელე იყო. რა გინდა? არაფერი არ მინდა. ჯანმრთელად იყავით. ყველანი კარგად და ჯანმრთელად ვართ. თუნებას დაგვთავ ვიმუშავებთ. რა თქმა უნდა, იმუშავეთ, წარმატებები. შენც? შენ მოხვედი? მეგონა ოსტატი იყო. შემოდი. სარეცხი მანქანა გაფუჭდა. მოვედი მარტო რომ არ დარჩე ხელოსანთან ერთად. დედამიწაზე ძალიან ბევრი რამე ხდება. ერთი შემთხვევა დედამიწიდან ნეტავ ჩვენთან მოხდეს. რამე თქვი? ვერ გავიგე. იმას ვამბობ, რომ ძალიან თავაზიანი ხარ. მადლობა. ჩემზე რომ იფიქრე და მოხვედი. სასიამოვნო ადამიანი ხარ. არა, რას ამბობ, ეს ჩემი მოვალეობაა. კარგი იქნებოდა ეს რომ არ გეთქვა. წავალ. სარეცხი მანქანას ვნახავ. დიდი ხანია უკვე გავიგე ის, რაც შენ ამდენი ხანი ვერ გაარკვიე. რაში ხარ სასარგებლო გენჯერ? ბატონო ლურო, რაც შემეძლო, გაჩუმდი. მომბეზრდა შენი თავის გამართლებები. კარგი, მიდი, კენანის ახალი სამსახურის შესახებ გავიგეთ. ახლა უნდა მოვიშოროთ. აღარ მინდა ის დავინახო არც ჰაზალთან, არც ჩემს დასთან. რა გავაკეთოთ, ბატონო ლურო? რაღაცას ძალიან ცუდს გავაკეთებთ გენჯერ, რაღაც ცუდს ვიზამთ. მინდა რომ რაც შეიძლება სწრაფად დავიწყოთ პროცესი. ისედაც დავიწყეთ უკვე. კარგია. ბატონო სინა, ფრთხილად უნდა იყოთ. თვითონ პროცესამდე რომ არანაირი საბაბი არ მისცეთ. ვიცი, მაგრამ მეც მაქვს საქორწინო ხელშეკრულება. ცოლს მოვიყვანდი ისე რომ თავს არ დავიზღვევდი. ბატონო სინან, თქვენს ხელშეკრულებაში არის პუნქტი ღალატის შესახებ. პატარა შეცდომა ამ დღეებში შეიძლება თქვენს თავისუფლებას ხელით შეუშალოს. ჩვენი ადვოკატიც აქ არის. მიყვარს როცა საჭირო დროს საჭირო ადგილას ვარ. რა შეასაქმე დეფნე? სინან საყვარელო, თუ ასე ძალიან გინდა ჩემთან გავქორწინება, მაშინ ამას მოგცემ. ვაჭრობისთვის. ბატონო ვურალ, ქალბატონი ირმაკი დილით ცუდად გახდა. რა? რატომ არ შემატყობინეთ? სწრაფად მოვიდა გონს, ამიტომაც არავის შეწუხება არ უნდოდა. ახლა კარგად არის? დიახ. როგორ მოხდა ეს ასე უეცრად? მეც ვერ გავიგე. ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა და მერე ცუდად გახდა. კარგი, წადი. სულელი, ჩემს დას მოკლავს. ჩემო საყვარელო ირმაკ.
კარგი ამბები მითხარი გენჯერ. პოლიცია იახტას უახლოვდება ბატონო ვურალ. ქენანი მის ძმასთან გავუშვათ. მარტო რომ არ იყოს. ფინანსელები? დიახ, მე ვარ. ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებიდან ვართ. ჭხრეკა უნდა ჩავატაროთ. სერიალს არ მოგიდგენთ აჯარებეთკომი. ახმოვანებულია აჯარანეთკომის მიერ.